მოგესალმებით, დღეს ვიმყოფებით Top Speed-ის შოურუმში და ვისაუბრებთ ავტომობილის ჰაერის ფილტრებზე. როგორც მოგეხსენებათ, Top Speed არის ამერიკული ბრენდის Cayenne-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აქ გვაქვს მოცემული Cayenne-ის პროდუქცია. დღეს ასევე გვექნება ძალიან საინტერესო ტესტი. ვნახოთ რა შედეგს მოგცემს რეალურ ტესტში Cayenne-ის ფილტრი და რისთვის არის ზოგადად ჰაერის ფილტრი და რა დანიშნულება აქვს ავტომობილში ჰაერის ფილტრს. Cayenne არის ამერიკული კომპანია, დაახლოებით 40 წლის არის 1979 წელს დაარსდა. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კომპანია დაარსა ორმა მეგობარმა, რომლებიც იყვნენ მოტომრბოლელები. თავდაპირველად ყიდიდნენ მოტოციკლეთის ნაწილებს, მაგრამ შემდეგ უკვე დაიწყეს ჰაერის ფილტრების წარმოება. და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ბრენდი გამოუვიდათ და ძალიან მაგარ პროდუქციას ქმნის დღესდღეობით Cayenne. მთელი, ასე ვთქვათ, ცოტა ჟარგონულად ვიტყვი, მუღამი ამ ფილტრის არის ის, რომ ამ ფილტრის ჩადება შეგვიძლია ქარხნული ფილტრის корпуსში. ანუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქარხნული ავტომობილიდან ამოვიღოთ ქაღალდის ფილტრი და პირდაპირ ჩავდოთ Cayenne-ის ფილტრი. ეს ძალიან პრაქტიკული არის და არ მოითხოვს ზედმეტ გადაკეთებებს. ფილტრი არის ცვეთადი ნაწილი და ისვრება ხოლმე. იმიტომ რომ ავტომობილი როგორც ადამიანი სუნთქავს და როდესაც ჰაერიდან მოხვედრილი ჭუჭყი შედის ავტომობილის ფილტრში, ასე ვთქვათ, ჭუჭყიანდება და დროთა განმავლობაში გამოუსადეგარი ხდება. Cayenne-ს აქვს ძალიან მაგარი თვისება. Cayenne-ის ფილტრი შეგვიძლია გავრეცხოთ ძალიან ბევრჯერ და ასე ვთქვათ, ერთჯერადი გამოყენების არ არის. ეს ფილტრი იმდენი ხანი იქნება, სანამ ეს ავტომობილი გეყოლებათ. მაგრამ ყველაფერს ხო თავისი წესი აქვს ზოგადად და ქართველებს საკმაოდ ისეთი ცუდი ჩვევები გვაქვს და არც ასე ვთქვათ, Cayenne-ის ფილტრის მოვლა არის ამაში გამონაკლისი. არის ხოლმე შემთხვევა, რომ ამ ფილტრს რეცხავენ ეგრეთ წოდებული ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი, რაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ ფილტრს მოყვება თავისი სარეცხი საშუალება. პირველ რიგში ვისაუბროთ ამაზე. ეს არის საწმენდი სპრეი. როდესაც ჭუჭყიან ფილტრს ამოვიღებთ, უნდა დავაცხათ ეს სპრეი და დაახლოებით 10 წუთი უნდა გავაჩეროთ. შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ასე ვთქვათ, წყლის ჭავლი მივასხათ ან რაღაცა დიდი ნაკადი, რათა ფილტრის დაზიანება არ მოხდეს. ანუ ჩვეულებრივი გამდინარე წყლით უნდა გავრეცხოთ, ცოტა ხანი უნდა ვაცადოთ, რომ გაშრეს და შემდეგ უნდა წაუსვათ ეს ზეთი, რომელიც იცავს, ასე ვთქვათ, მტვრის ნაწილაკებისგან. ეს ადგილები მთლიანად უნდა იყოს ამ ზეთში, ასე ვთქვათ. ანუ გარეცხვის შემდეგ უნდა დავამუშაოთ ამ ზეთით და აქ არ უნდა გამოგჩნდეს, ანუ მთლიანად უნდა შეივსოს. ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ თქვენთვის საინტერესო ტესტი მაქვს თქო. ხო და ეხლა წავიდეთ GT Performance-ში, სადაც რა თქმა უნდა ეხლა BMW-ს დავაყენებთ დაინოზე, ჯერ გავტესტავთ ქარხნული ფილტრით, შემდეგ კი ქარხნულ ყუთშივე ჩავდეთ Cayenne-ის ფილტრს და ვნახავთ რა სხვაობას მოგვცემს ქარხნულ ფილტრთან შედარებით Cayenne-ის ფილტრი. გადმოვინაცვლეთ GT Performance-ში. მადლობა მინდა მოუხადო პირველ რიგში GT Performance, რომ დაგვითმო დავის დაინო სტენდი. დღეს ჩვენთან არის ნოდო, GT Performance-ის ტუნერი. ნოდო, როგორ ახარ? კარგად თავად. მეც არ ამიშავს. მოკლედ, ეხლა მე გკითხავ, რა მოლოდინები გაქვს შენ? ამ შენი აზრით, რა შედეგს მოგცემს ქარხნული ფილტრის შეცვლა სპორტული Cayenne-ის ფილტრით? მანამდე ვისაუბრეთ მე და შენ, დიდი მოლოდინი სიმართლე გითხრა არ გვაქვს, იმიტომ რომ ქარხნულია მანქანა, ეს რო იყოს სიტყვაზე გაკეთებული, ანუ მაღალ წნევაზე და რაღაცაზე, იქ უკვე ქარხნული ფილტრის შეზღუდვა დიდი იქნებოდა და დიდ როლს ითამაშებდა Cayenne-ის მაღალგამტარიანი ფილტრი. თუმცა მიუხედავად ამისა, აქაც უნდა გქონდეს დადებითი შედეგი. რამდენად ურჩევდი მომხმარებლებს Cayenne-ის ფილტრს და რა გამოცდილება გაქვს? ძირითადად, როცა ტიუნინგზე ვიყვანთ მანქანას, 80%-ში ალბათ ურჩევთ, როცა ქარხნული შემშვების სისტემა არის, რომ Cayenne-ის ჰაერის ფილტრი იყოს. მოდი ახლა ვნახოთ რა შედეგს დადებს ჩვენი Cayenne-ის ფილტრი.
მოკლედ, ჩვენმა ტესტმა წარმატებით ჩაიარა. ნოდო, შენ რა მოლოდინები გქონდა და ცოტა გადააჭარბა ჩემ. ცოტა გადააჭარბა, კი. სადღაც 15 ცხენი. 15 ცხენი გამოვიდა დაახლოებით ძრავზე. ნუ მაგარი შედეგი არის და ძირითადად ეს სიმძლავრე იგრძნობა სხვაობა მაღალ ბრუნზე, სადაც ჰაერის ნაკადი ყველაზე დიდია რა. მოკლედ, KNDN-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ვისაც სურვილი გაქვთ რომ გატესტოთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ GT Performance-ში, დააყენოთ დინოზე და თავადაც დარწმუნდეთ რომ ნამდვილად იძლევა იმ შედეგს, რაც დღეს ამ ფილტრმა აქ დაწერა. მოკლედ, ტესტი ყველამ ნახეთ. სიმართლე გითხრათ, მეც გაოცებული ვარ, იმიტომ რომ 15 ცხენი მხოლოდ და მხოლოდ ჰაერის ფილტრის შეცვლით დამერწმუნებით რომ ძალიან მაგარი შედეგია. იმედი მაქვს რომ ვიდეო მოგეწონათ და შემდეგში კიდევ უფრო საინტერესო ტესტს მოვიფიქრებთ და კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ TopSpeed-თან ერთად. დროებით.